ერთ კვირაში აღდგომა დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად კვერცხზე მოთხოვნა იზრდება. Რამდენად დაცულია პროდუქციის ვადები და შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დახზე განთავსებულ კვერცხს ამოწმებს. მოწმდება საწარმოებიც. სპეციალისტებმა 30-ზე მეტი მწარმოებელი შეამოწმეს. გარკვეული შეუსაბამობებიც გამოვლინდა. რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა? მარიკა გოცირიძის რეპორტაჟი. აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის ხარისხის კონტროლს ამკაცრებს. კვერცხი გაქვთ მხოლოდ დასაწყობებული? კი ბატონო. უწყება საწყობებსა და სარეალიზაციო დახლებზე განთავსებული პროდუქციის ვადებს, შენახვის პირობებსა და ხარისხს ამოწმებს. ბიზნეს ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს კვერცხის შენახვა მშრალ და გრილ ადგილას დაზიანებისა და მზის სხივებისაგან დაცვა. აღნიშნავს, რომ რეალიზაციიდან მოხსნელი იქნას. საკვებად უვარგისი კვერცხის რეალიზაციიდან მოხსნას ითხოვს. ეს არის ჩამოსაცემი, რომელიც უნდა გაიგზავნოს წარმოებაში და იქ ადგილიდან მოხდება მერე განადგურება. სესმა უკვე 30-ზე მეტი მწარმოებელი შეამოწმა, გამოვლინდა მხოლოდ არაკრიტიკული შეუსაბამობები. სახელმწიფო კონტროლის პარალელურად უვნებელი პროდუქტის ამოცნობის მექანიზმები აქვს მომხმარებელსაც. ფერმაში წარმოებულ ყველა კვერცხს აუცილებლად აწერია ვადა. ეგრეთ წოდებული სოფლის კვერცხის შემთხვევაში კი არსებობს ახალი პროდუქტის ამოცნობის წესები. სოფლის კვერცხის არჩევის შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ მის ზედაპირს. ის არ უნდა იყოს პრიალა, უნდა იყოს მქრქალი, ასე ვთქვათ, ხელის გადასმისას უნდა იგრძნობოდეს ხაოიანი ზედაპირი. ეს პირველი მანიშნებელი იმისა, რომ კვერცხი ახალია. გარდა ამისა, მას არ უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა, სიძველის სუნი. უვნებლობის წესების დაცვა მნიშვნელოვანია შეძენიდან გამოყენებამდეც. სახლში მიტანის შემდეგ უმჯობესია, რომ კვერცხი თავისივე შეფუთვით მოვათავსოთ მაცივარში. თუ არის დაბინძურებული მისი ზედაპირი, უმჯობესია უბრალოდ გავწმინდოთ და არ გავრეცხოთ. მას ზედაპირზე აქვს მიკროსკოპული აპკი, რომელიც იცავს, ამიტომ კვერცხი შესაძლოა გავრეცხოთ წყლის დაბალი ნაკადის ქვეშ უშუალოდ მომზადების წინ. თუ ინახება 21 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე, მას შესაძლოა შევინახოთ 25 დღის განმავლობაში. თუმცა აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ კვერცხი მის სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს, ყველაზე მეტად დიდრებულია 7 დღემდე. რაც შეეხება სააღდგომო კვერცხს, ვინაიდან ის დიდი ხნის მანძილზე იხარშება, მისი შენახვის ვადაც შესაძლოა უფრო მეტად გაიზარდოს. სააღდგომოდ კარგად მოხარშული კვერცხის შენახვა დასაშვებია არაუმეტეს ერთი კვირისა, თუმცა მნიშვნელოვანია არ იყოს დარღვეული ნაჭუჭის მთლიანობა და ის უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი ინტოქსიკაციებისა. სწორედ ამიტომ დღესასწაულის პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება კლინიკებში მიმართვიანობა, როგორც მოწამვლით, ასევე ალერგიული რეაქციებით, რადგან კვერცხი მნიშვნელოვანი ალერგენია. აღდგომის შემდეგ პირველი ერთი კვირა ესეთი ინტოქსიკაციები, ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება არის. რამე თუ კვერცხი როგორც მოგეხსენებათ, შეიძლება იყოს სალმონელოზური ინფექციის წყარო. შეიძლება არასწორად თერმულად დამუშავებული და თერმულად შენახული პროდუქტით პირიქით ბავშვი მოიწამლოს, განვითარდეს ნაწლავთა ინფექცია, დაეწყოს ღებინება, გახშირებული მოქმედება და ასე შემდეგ. ზოგს გონია, რომ აღდგომის კვერცხი არ გაფუშდება, არ არსებობს. თუ არ იქნება თერმულად სწორად მოთავსებული, ნებისმიერი კვერცხი გაფუშდება. მთავარია, რომ ეს კვერცხი ერთი კვირის განმავლობაში იყოს მაცივარ. სასურველია, რომ ბავშვმა მიიღოს ასაკის მიხედვით 1, 2, მაქსიმუმ 3 კვერცხი დღის განმავლობაში. თუ ბავშვს კონკრეტულ ნივთიერებაზე კვერცხზე აქვს ალერგია, რა თქმა უნდა, ამ ბავშვს საერთოდ არ ვაძლევთ. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ სადღესასწაულო კვერცხი შევღებოთ ბუნებრივი საღებავებით და არ გამოვიყენოთ გაურკვეველი წარმომავლობის გამაფერადებლები, რომლებიც შესაძლოა იყოს ქიმიურად დაბინძურებული. ენდრო ეს არის ბუნებრივი ფერის გამომყოფი საშუალება, არავითარი მავნებლობა არ მოაქვს ადამიანისთვის, ხოლო ის რაც თავშად დიდი რაოდენობით გაყიდვაშია სხვადასხვა ფერის საღებავები, რომლებიც შეიცავს ქიმიურ დანამატებს, რა თქმა უნდა, ის ხშირად შეიძლება მოხდეს უკვე კვერცხის ნაჭუჭიდან თვითონ კვერცხის გულში. ბავშვები წახალისდებიან ხოლმე და თვითონაც აღებინებენ, ხო? არსებობს საღებავებშიც გამოყოფილი და ბიოლოგიურად სუფთა შედარებით საღებავები და დაბინძურებული საღებავები, რომლებიც შეიცავს უამრავ მავნე ნივთიერებას. იმისთვის, რომ აღდგომა დარჩეს მართლაც დღესასწაულად და კვებითი ინტოქსიკაციის გამო არ გავიფრუჭოთ განწყობა, მნიშვნელოვანია დავიცვათ სპეციალისტების რჩევები ამ დღესასწაულის მთავარ სიმბოლოსთან მიმართებით.